ქრისტეს მეორედ მოსვლა დედამიწის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან არსებითად სწორედ ის მოასწავებს ქვეყნიერების დასასრულს. ამიტომაც ადამიანებს ყოველთვის სურდათ გაეგოთ თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს მოვლენა. მიუხედავად იესოს სიტყვებისა, რომ მისი მოსვლის დღეზე და ჟამზე არავინ იცის გარდა მამისა. ისტორიის მანძილზე ადამიანები მაინც ცდილობდნენ მისი მოსვლის თარიღის გამოთვლას. როგორებიც იყვნენ მაგალითად იპოლიტე რომაელი და ლაქტანციუსი. ხშირად ამ თარიღს რომელიმე მრგვალ წელს უკავშირებდნენ. მაგალითად, სამყაროს აღსასრულს ქრისტეს შობიდან მე-1000 წელს ელოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მილენიუმი, ანუ 1000 წლიანი მეფობის პერიოდი, სწორედ ამ წელს უნდა დაწყებულიყო. ასევე შიშობდნენ, რომ სამყაროს დასასრული 1666 წელს დადგებოდა, რადგან ეს თარიღი შეიცავს რიცხვს 666. უილიამ მილერი ცდილობდა მეორედ მოსვლის თარიღის გამოთვლას დანიელის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით. მან გამოთვალა, რომ 1853 წელს უნდა მომხდარიყო საწმინდრის გაწმენდა. თავად საწმინდარში კი ის დედამიწას გულისხმობდა. მოგვიანებით ეს თარიღი 1854 წლით შეიცვალა. მის გამოთვლებს უამრავი ადამიანი ენდოდა ათასობით მორწმუნე მითითებულ წელს ელოდა ქრისტეს დაბრუნებას. თუმცა არაფერი მომხდარა, რამაც რა თქმა უნდა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. იეჰოვას მოწმეები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს უნდა მოსულიყო. თავდაპირველად მოელოდნენ, რომ ქრისტე ხილულად დაბრუნდებოდა. როდესაც ეს ასე არ მოხდა, იეჰოვას მოწმეებმა გადახედეს საკუთარ ინტერპრეტაციას და განაცხადეს, რომ იესო დაბრუნდა და უკვე იმყოფება წუთის ოფელში. თუმცა იგი არა ხილულად, არამედ ფარულად მოვიდა. ამის შემდეგ იყო 2012 წლის აჟიოტაჟიც, რომელიც იმას უკავშირდებოდა, რომ მაიას კალენდრის მიხედვით 2012 წლის 21 დეკემბერს მე-13 ბაქტუნი სრულდებოდა, რაც ერთი ეპოქის მეორედ ჩანაცვლებას ნიშნავდა. ბევრი ამას სამყაროს აღსასრულად მიიჩნევდა, თუმცა კვლავაც არაფერი მომხდარა. აღსასრულის თარიღს მხოლოდ რელიგიური ლიდერები და ორგანიზაციები როდი ადგენდნენ. მეცნიერებიც ცდილობდნენ გარკვეული პროგნოზების გაკეთებას იმის შესახებ, თუ როდი შეიძლება მოხდეს გლობალური კატასტროფა. ერთ-ერთი ასეთი პროგნოზი უკავშირდებოდა ბუნებრივი რესურსების, კერძოდ კი ნავთობის და გაზის მარაგების გამოთვლას. ვინაიდან ნავთობი და გაზი ამოწურვადი რესურსებია, მათზე მოთხოვნის ზრდამ და მარაგების შემცირებამ შესაძლოა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კოლაფსამდე მიიყვანოს პლანეტა. 1950-იან წლებში ამერიკელმა გეოლოგმა კინგ ჰაბერტმა ჩამოაყალიბა ნავთობის პიკის თეორია, რომლის მიხედვითაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ნავთობის მოპოვება მაქსიმუმს მიაღწევს, რის შემდეგაც რესურსების ამოწურვის გამო მოპოვების მაჩვენებელი კლებას დაიწყებს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ნავთობის მოპოვებამ პიკს 2010-იან წლებში მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე ეგრეთ წოდებული შავი ოქროს დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებით. სხვა თეორიების მიხედვით, გლობალური კატასტროფა შესაძლოა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვიოს. მე-19 საუკუნის მიწურულთან შედარებით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ უკვე მოიმატა დაახლოებით 1,1 გრადუსი ცელსიუსით. თუ ტემპერატურა 2 გრადუსი ცელსიუსით გაიზრდება, ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, მათ შორის სახეობათა მასობრივ გადაშენებას, ეკოსისტემის რღვევას და სხვა შეუქცევად ცვლილებებს. 1957 წელს პირველი ატომური ბომბის შემქმნელმა მეცნიერებმა მანჰეტენის პროექტის მონაწილეებმა შემოიღეს ეგრეთ წოდებული განკითხვის დღის საათი. ეს საათი იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებას ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული საფრთხეები გაეცნობიერებინა. მოგვიანებით გლობალურ კატასტროფამდე დარჩენილი დროის გამოსათვლელად სხვა ფაქტორების გათვალისწინება დაიწყეს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგიური კატასტროფები და სხვა. თავდაპირველად საათი შუაღამემდე 7 წუთს უჩვენებდა, რაც ცივი ომის პერიოდის დაძაბულობას ასახავდა. ბოლო 70 წლის განმავლობაში დინამიკა შემდეგნაირად იცვლებოდა. 1953 წელი, 2 წუთი შუაღამემდე. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ამ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა წყალბადის ბომბი გამოსცადეს. 1991 წელი, 17 წუთი შუაღამემდე. აღნიშნული თარიღი მიიჩნევა ცივი ომის დასასრულად. ამავე პერიოდში ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ.
ეს გახლდათ საათის არსებობის ისტორიაში ყველაზე ოპტიმისტური მაჩვენებელი 2020 წელი 100 წამის შუაღამემდე. ამ მაჩვენებელზე გავლენა იქონია ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორმა, როგორიცაა ბირთვული საფრთხეები, კლიმატის ცვლილება და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებები. 2023-24 წლები 90 წამის შუაღამემდე. ეს ისტორიული მინიმუმია. კრიტიკული მაჩვენებელი რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა. რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ბირთვული ესკალაციის საფრთხემ, მზარდმა კლიმატურმა კრიზისმა, დეზინფორმაციის გავრცელებამ და მსოფლიოში ნდობის საერთო კრიზისმა. ამასთან დაკავშირებით სასარგებლოა ვიცოდეთ, რას ამბობს ბიბლია მეორედ მოსვლის შესახებ. მათეს სახარების ცნობილი 24 თავი მეორედ მოსვლის უამრავ ნიშანს შეიცავს. თუმცა, ბევრი მათგანი საკმაოდ ზოგადია, მაგალითად, შიმშილობა, სნეულებები, ომები, ცრუ წინასწარმეტყველთა და ცრუ ქრისტეების გამოჩენა. ეს ნიშნები თითქმის ყველა ეპოქას მიესადაგება, რადგან ჩვენს პლანეტაზე ომები პრაქტიკულად არასოდეს შეწყვეტილა. ხოლო ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა მიწისძვრა, ცუნამი და წყალდიდობა, ძალიან ხშირად ხდება. შიმშილი და ავადმყოფობებიც კაცობრიობის მუდმივი პრობლემაა. კიდევ ერთი ნიშანი, რომელზეც ქრისტე მიუთითებდა, სახარების ქადაგებაა. მათ ეს სახარებაში ნათქვამია და ეკადაგება ეს სახარება სასუფეველის შესახებ, თელს ქვეყნიერებას, ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. ეს ნიშანი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ახლოს ვართ მეორედ მოსვლასთან. თუმცა აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ფაქტორებს გავითვალისწინებთ. ერთი მხრივ, ვინმე შეიძლება თქვას, რომ ეს ნიშანი ჯერ კიდევ შორს არის აღსრულებისაგან. მართალია, ამჟამად ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენს და მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს მოიცავს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დედამიწის მცხოვრებთა მესამედზე ნაკლებია. გარდა ამისა, ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება იმ მორწმუნეთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ რწმენას საქმით ადასტურებენ. თუ ქრისტიანობის ზრდის ტემპს დავაკვირდებით, ის წელიწადში დაახლოებით 1,8% შეადგენს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიო მოსახლეობაც იზრდება. მაგალითად, 1963 წელს დედამიწის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 2% იყო. მას შემდეგ კი ეს ციფრი საგრძნობლად შემცირდა. 2017 წელს 1,1%-მდე, ხოლო 2024 წელს 0,87%-მდე. თუ ქრისტიანობისა და მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპი უცვლელად შენარჩუნდება, მაშინ იმისთვის, რომ კაცობრიობის 50% ქრისტიანი გახდეს, დაახლოებით 212 წელი იქნება საჭირო. თუმცა, იესოს არასოდეს უთქვამს, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები უმრავლესობაში იქნებოდნენ. პირიქით, ის ამბობდა, რომ ვიწროა მისი გზა და მცირედნი ჰპოვებენ მას. ამიტომ ქრისტიანობის ზრდის ტემპის კლება შეიძლება აღსასრულის მოახლოებაზეც კი მიუთითებდეს. ბიბლიის თანახმად, კაცობრიობის ისტორიის მიწურულს ადამიანთა ზნეობა უკიდურესად გაირყვნება. ეს კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილი ქრისტიანობა უმცირესობაში აღმოჩნდება. ახლა კი სხვა სტატისტიკაა მოვიშველიოთ. იესოს არც ის უთქვამს, რომ მის მოსვლამდე ყველა გაქრისტიანდებოდა. იგი ამბობდა, რომ ცნობა მის შესახებ იქადაგება მთელს მსოფლიოში, ყველა ხალხის დასამოწმებლად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქადაგება წარმატებული იქნება და ყველა მიიღებს მას. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს შესახებ ყველას ეცოდინება. 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით ბიბლიის სრული ტექსტი ნათარგმნია 736 ენაზე, ხოლო ახალი აღთქმა კიდევ დამატებით 1658 ენაზე. მსოფლიოში სულ დაახლოებით 7000 ენა არსებობს. ვინმე შეიძლება იფიქროს, რომ რადგან ბიბლია მხოლოდ 736 ენაზეა ნათარგმნი, ხოლო ენების საერთო რაოდენობა 7000 აჭარბებს, წინ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა ეს ასე არ არის. მსოფლიო მოსახლეობის 80% 80 ენაზე საუბრობს, ხოლო 3500 ენაზე დედამიწის მცხოვრებთა მხოლოდ 0,2% მეტყველებს. ამგვარად, დღეს ბიბლია ხელმისაწვდომია ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 90%-ზე მეტისთვის. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახარების ქადაგების მასშტაბები თანამედროვე მედიაში.
ზოგიერთი შეფასებით, რელიგიური მაუწყებლობა ქრისტიანული პროგრამების ჩათვლით სოფლიო მოსახლეობის თითქმის 80%-ისთვის არის ხელმისაწვდომი. აღნიშნულში იგულისხმება მედიის სხვადასხვა საშუალება, რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. მოცემული სტატისტიკა უდაოდ მოწმობს, რომ მეორედ მოსვლა კარსაა მომდგარი. თუმცა, კიდევ რა ფაქტორები არსებობს, რომლებიც აგვეხმარება იმ დროის გაგებაში, რომელშიც ვცხოვრობთ? რა მოვლენები განვითარდება უშუალოდ მეორედ მოსვლის წინ? ბიბლიის ბოლო წიგნი გამოცხადება ბევრს გვეუბნება მეორედ მოსვლის წინარე მოვლენებზე. თუმცა, ამ წიგნის ინტერპრეტაციათა ისეთი სიმრავლე არსებობს, რომ ადამიანები ხშირად იბნევიან ურთიერთგამომრიცხავ აზრებსა და თეორიებში. ჩვენ ვამზადებთ ვიდეოების სერიებს, რომლებიც ბოლო ჟამს ეხება. ამ გამოშვებებში განვიხილავთ აღსასრულის მოახლოების საკვანძო ნიშნებს. მიმოვიხილავთ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენათა ქრონოლოგიას. ასევე გავაანალიზებთ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთა სხვადასხვა თეორიასა თუ შეხედულებას ქრისტიანული ესქატოლოგიის შესახებ. არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ჩვენი ხედვაა მართებული. ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ დასაბუთებული და გააზრებული პოზიცია ამ მნიშვნელოვან თემებზე. ამასთანავე, მუდამ მზად ვართ დიალოგისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლისთვის. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ წმინდა წერილს და ერთად ვეძიოთ ჭეშმარიტება ბოლო ჟამის შესახებ. დაეღვთის სიტყვა შთაგვაგონოს და გაგვიხსნას შემეცნების ახალი ჰორიზონტი.